წინასაღდგომო პერიოდი დისტრიბუციის სექტორისთვის დატვირთულ პერიოდად მიიჩნევა მომატებული მოთხოვნის ფონზე დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, რათა ბაზარზე პროდუქციის შეუფერხებელი მიწოდება უზრუნველყონ. მოთხოვნის ზრდის საპასუხოდ იგეგმება თუ არა მანქანების დამატება და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს მომხმარებელს. ფასების თვალსაზრისით თემაზე სასაუბროთ სტუდიაში ლაშა რიჟამაძე, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი შემოგვიერთდა დილომშვიდობის სალაშა. მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში როგორ გადაეწყეთ წინა სადღესასწაულო მომარაგების კუთხით, ხდება თუ არა შეუფერხებლად მიწოდება და ამ ნაწილში როგორია მდგომარეობა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ზოგადად ყველა ადგილობრივი მწარმოებელისა თუ სადისტრიბუციო კომპანიისთვის ახალი წლის და აღდგომის პერიოდი არის ყველაზე აქტიური და დატვირთული პერიოდი და მაქსიმალური დატვირთვით ახორციელებს ყველა კომპანია პროდუქციის მიწოდებას. სხვა ინტენსივობით გამომდინარე იქიდან, რომ გაზრდილია მნიშვნელოვნად მომხმარებლის მოთხოვნა. რაც შეეხება მომარაგებელ რამდენით არის ხოლმე გაზრდილი ჩვეულებრივ პერიოდთან შედარებით? ჩავთვალოთ, რომ მთლიანი წლის ბრუნვას შეგვიძლია ავიღოთ, რომ ამ ორი დღესასწაული ქმნის ერთ მნიშვნელოვან ნაწილს მთლიანად, რაც კი რიტეილს და სადისტრიბუციო კომპანიას წლის განმავლობაში და ჭრილში შეიძლება ქონდეს. მომარაგების კუთხით, რა თქმა უნდა, პრობლემა არ არსებობს. ტექნიკური პრობლემები, რაც წარმოიშვა, ეს გახლავთ უბრალოდ ის, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე ღამის საათის შეზღუდვის გამო, რომ საღამოს 5-მდე უნდა მოახდინონ დაბრუნება, ფიზიკურად რიგ შემთხვევაში ვეღარ ასწრებენ იმ ზონიდან გამოსვლა, სადაც შეზღუდული არის და ეს წარმოშვებს ჯარიმებს, რომელიც საკმაოდ მსხვილია სამწუხაროდ. და ამ ნაწილში შეექმნათ მხოლოდ და მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანიებს პრობლემა. სხვა დანარჩენი ის, რომ მომარაგების კუთხით პრობლემა იყოს, მსგავსი არ გვაქვს. ჩვეულ რეჟიმში ხდება მიწოდება, მაღალი დატვირთვითა და ინტენსივობით და ქსელებით შესაბამისად მანქანების დამატების რესურსი რამდენად ჰქონდათ, რომ ამ ჯარიმებს გადარჩენილიყავით თუ ეს ნაწილი ვერ გარკვეულწილად კომპანიების ნაწილი იმატებენ სატრანსპორტ საშუალებებს, მათ შორის საკადრო რესურსის მობილიზებაც ხდება აღნიშნულ პერიოდში. ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად ხარჯია, მაგრამ იმ რეალიზაციიდან გამომდინარე, რა რეალიზაციაც გვაქვს და მოთხოვნა, ამ შემთხვევაში ეს ხარჯი ბალანსდება. მთავარია უბრალოდ არ დავჯერიმდეთ, რომ ის რაღაც მნიშვნელოვანი ხარჯი არ წარმოშვათ, რაც საბოლოოდ ფასე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას, რომელსაც ყავს ათეულობით სატრანსპორტო საშუალება, სარგებლობაში ორი მანქანა რო დაჯარიმდეს თხის ჭრილში, უკვე 3000 ლარია თითო ჯარიმაზე და არა ის, რომ პირველი 1000 ლარი. შესაბამისად, ეს უკვე მნიშვნელოვანი ხარჯად შეიძლება გარდაიქმნას და ჩვენი თხოვნა იყო ესეთი, რომ გარკვეული სადღაც 9 საათიანი შესაძლებლობა მაინც ჰქონდეს, რომ ამ ჯარიმებისაგან თავი აიცილონ, იმიტომ რომ საცობები ფიზიკურად არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რიგ შემთხვევაში დაბრუნდეს სატრანსპორტო საშუალება, თორე დილას 11-მდე არ გადის, რა თქმა უნდა, მანქანა, უბრალოდ დაბრუნების პრობლემაა და თანამშრომელს ნამდვილად ვერ მოთხოვ, რომ შუაგზაში გაჩერდეს და 3 საათი ელოდოს და შემდგომ დაბრუნდეს, ხო, ანუ ეს ფიზიკურად შეუძლებელია. რაც ეს რეგულაცია მოქმედებს, პირველი დღესასწაული მოგიწიათ ამ პერიოდში და გამოჩნდა ჯარიმების. პირველი დღესასწაულია, პირველმა დღესასწაულმა ცხადყო, რომ ეს პრობლემას ქმნის და ჩვენს თავის დროზე მოთხოვნა იყო, რომ ამ პერიოდში, იმიტომ რომ არ შეფერხებულიყო, იმიტომ რომ რაღაცა დამატებით ხარჯები აწარმოებოდათ ადგილობრივ მწარმოებლებს და სადისტრიბუციო კომპანიებს, გარკვეული ტიპის შეღავათი ყოფილიყო. მაქსიმალურად ვთვლობს, რომ ჯარიმებს თავი ავარიდოთ, მაგრამ მსგავსი ჯარიმების შესახებ წარმო კომპანიებმა არაერთმა დღეს რამდენია უკვე დღესდღეობით არსებული ჯარიმების მოცულობა? რამდენად მასშტაბურია, როცა ამბობთ, შეიძლება ეს მერე ფასებში წინა საღდგომო პერიოდში ერთი კომპანია ბოლოს ვისაც ვესაუბრეთ, დაჯარიმდა სადღაც 5 ჯერ და ეს 5 ჯარიმა პირველი 1000 ლარიანი, დანარჩენი ყველა 3000 ლარი და საბოლოო ჯამში ეს ქმნის საკმაოდ მნიშვნელოვან ხარჯს კომპანიისთვის და სამწუხაროდ უწევთ მერე ფასებში ასახვა. მოწოდების ნაწილში როგორია ფასები წინასაღდგომოდ ხო არ უნდა ელოდოს მომხმარებელი რაიმე პროდუქტებზე ფასების მატებას ზოგადად ბაზარზე როგორია ვითარება გარდა იმ თვითღირებულებისა, რაც შეიძლება ჯარიმების და შიდა ხარჯების გათვალისწინებით ქონდეთ? პირველ რიგში სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს ის, რომ მომხმარებელს პროდუქცია ზოგადად
ფასნამატით ხდება და ეს განგზობადი პროცესი უკვე თვეებია მიმდინარეობს. ეს ბევრი რიგი გარემოებებით არის გამოწვეული, რომელი გარემოებებით ამ მნიშვნელოვანს ეგავლენას ახდენს ფასებზე, იქნება ეს ზოგადად კურსის მიმართება, იმიტომ რომ ევროსთან მიმართებაში ლარი საკმაოდ სუსტად არის მიუხედავად იმისა, რომ დოლართან მიმართებით გამყარდა, მათ შორის ეს არის საბანკო პროდუქტები გარკვეულწილად, რომელიც გაუძვირდათ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის რომელიც არაერთხელ გვიხსენებია საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების მიერ დაყენებული ახალი მოთხოვნები იმ გადასახადების გაზრდის შესახებ, რასაც ითხოვენ ხელშეკრულებების განახლებისას, რომ კომპანიებმა შეძლონ ქსელში თავიანთ პროდუქციის დატოვება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება იმ ფასში, რაც მომხმარებელს ხვდება და წინასააღდგომოდ მართალია რიგი ფასდაკლებები არის გამოცხადებული, მაგრამ ეს ფასდაკლებები ადგილობრივი მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების ხარჯზე მიმდინარეობს და არა ვთქვათ, ძირითადად საცალო ვაჭრობის ქსელურმა ობიექტებმა მოახდინონ. ანუ ეს ყველა ხარჯი და ტვირთი არის მწარმოებლების, ჩვენი სადისტრიბუციო კომპანიების და მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ქსელმა გაითვალისწინოს იმ მომხმარებელთა ინტერესი, რომელიც არის მისი მომხმარებელი, რომ საბოლოოდ ამ პროდუქტის გაძვირება ამ მოთხოვნების გამო ისე არ მოხდეს, რომ მომხმარებელმა ფიზიკურად ვერ შეძლოს რიგი პროდუქციის შესყიდვა და ეს გადასახადები მაქსიმალურად შეამცირონ. გამომდინარე იქიდან, რომ შეამცირონზეც არ არის. ნახეთ, არ გაზარდონ პირველ რიგში. იმიტომ რომ ყოველწლიურად როგორ მოცემულობაც არ უნდა გქონდეს, კურსის როგორი მოცემულობაც არ უნდა გქონდეს, სხვა ლოგისტიკური ხარჯისა თუ ამ შემდგომ ფიზიკურად მაინც იზრდება, იმიტომ რომ ქსელი ითხოვს დამატებით გადასახადს, რაც ისახება ფასში. მადლობა. ლაშა თქვენი დროისთვის და ინფორმაციის განახლებისთვის. ლაშა რიჟამაძე, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, გსტუმრობდა გადაცემაში.